გამარჯობა. დღეს ავაწყობთ ელმატატორის 1000G შვიდწლენის ძალიან წულღერძიან მოტობლოკს. მოყვება ყველა საჭირო ინვენტარი, რაც ჩვენ გვჭირდება მოტობლოკის ასაწყობად. ეხლა ნელ-ნელა აგიხსნით რა როგორი წყობა და საბოლოო ჯამში ვნახავთ როგორი გამოვა. ჩვენს მოტობლოკს მოყვება 410 საბურავი. დავაკენოთ ღერძი სწორად, რომელიც ყენდება ყოველთვის შიგნიდან. დანარჩენს ნელ-ნელა აგიხსნით. მოტობლოკზე ვაყენებთ პირველ რიგში საბურავებს. რაც შეეხება საბურავის სწორი არის დაყენების პრინციპი. აი ეს საბურავის პროტექტორები მიმართულებით წინ უნდა იყურებოდეს. საბურავები დაყენებული არის ჩვენს მოტობლოკზე. ახლა ვიწყებთ რულის დაყენებას, რულის სამაგრი. ჩვენი რულის სამაგრი დაყენებული არის მოტობლოკზე. ახლა დავაყენოთ უშუალოდ რული. ჩვენი რულიც დაყენებული არის მოტობლოკზე. ახლა გადავდივართ უკვე ტროსების დამაგრებაზე, აგიხსნით რა რომელი არის და სატყენი. ეს გახლავთ ჩვენი მოტობლოკის გადამულობა ან ცეპლენია. ეს ტროსი მაგრდება. ამ რეზბას ჩაუჭერთ ბოლომდე, რათა ადვილი იყოს შემდეგ დამაგრება მისი. ტროსის ფიქსატორი არის აქ, სპეციალური ჭრილი აქვს. მეორე გახლავთ უკუსლის ტროსისთვის განკუთვნილი ჭრილი, მაგასაც გაჩვენებთ. ეს უკვე დამაგრებული არის, ეხლა დავაყენოთ უკუსლის მართული. ამ შემთხვევაში არ მოდის რომ ჩაჯდეს. არ ჩაჯდა ტროსი თავის სამაგში, არ ეყო სიგრძე. სიგრძე რომ მოუმატოთ, აი ამ რეზბას უჭერთ, შიგნით რომ შევიდეს შიგნით. ახლა ვსინჯოთ. უკუსლის ტროსიც დაყენებული არის. გადავდივართ გაზის ტროსზე და გაჩვენებთ მარტივად როგორ დავაყენოთ. პირველ რიგში ხსნით აერის ფილტრს. ხდება თავის სპეციალურ ჩასაჯდომში. მხოლოდ დაფიქსირება ხდება შემდეგნაირად. აქ აქვს თავის პატარა გასატარებელი, რომელიც რეზბით მაგრდება. ამის შემდეგ შეგვიძლია დავაყენოთ აერის ფილტრი თავის ადგილზე. ჩვენს მოტობლოკზე დავაყენეთ გადაბმულობა, დავაყენეთ უკუსლა და რა თქმა უნდა გაზი. დავაყენოთ ჩვენს მოტობლოკზე კრილოები, ეგრეთ წოდებული გვერდით აფრთხები, ჩვენი კრილოების წინა სამაგრი. წინა სამაგრი დაყენებულია. ეხლა დავაყენოთ უკანა სამაგრი. სამაგს აქვს ორი ჭრილი, როგორც უშუალოდ თვითონ ამ სამაგრზე, ასევე აქ. ვაყენებთ წინა ჭრილზე, როგორც ქვევით, ისევე ზევით. დავაყენოთ ჩვენი ფრთა. ეს გახლავთ მარცხენა ფრთა მოტობლოკის, აქვს განკუთვნილი თავისი ჭრილი. ეს ჭრილი არის იმისთვის, რომ ფუნქციონირებაში ხელი არ შეუშალოს უკუსლას და გადაბმულობას. გადავუჭიროთ უკანა ფრთების სამაგრი. ესეც ასე. დავაყენოთ ჩვენს მოტობლოკზე ჩამქრობი. ეს ჩვენი ჩამქრობი, ეხლა გაჩვენებთ როგორ ხდება მისი შეერთება. ყვითელი ფერის კაბელს ვაყენებთ მასაზე, ამ შემთხვევაში მე ვაყენებ ბაკის სამაგრზე. ამ შავ კაბელს ვამაგრებთ აი ამ ორ შტეკერიან კბილზე. ერთი შავი, მეორე გახლავთ ეს ყვითელი ძრავი და გამომსვლელი კაბელი, ესეც აქ უნდა შეერთდეს. ესეც
ფაქტიურად მორჩენილი გვაქვს ჩვენი motoblok-ი. Დაგვრჩა რამოდენიმე დეტალი. ახლა დავაყენოთ ჩვენი motoblok-ის mini სათავსო, რომელიც გამოიყურება ასე. დაგვრჩა ბოლო დეტალი. ეს გახლავთ სიჩქარის გადამრთველი. ამის შემდეგ ვაყენებთ ლომის სამაგრს. ეს გახლავთ ლომის სამაგრი ჩარჩოს ფიქსატორი, რომელიც დგება ასე. ჩვენი motoblok-ი სრულად აწყობილი არის უკვე. ძრავში ისხება 10-40 ზეთი, 700 გრამი. ხედავთ, აქვს ორი ჩასასხმელი, როგორც მარცხნიდან, იჟვნიდან. ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებს, არა აქვს არანაირი მნიშვნელობა საიდან ჩაასხავთ. რაც შეეხება ძრავიდან ზეთის გამოშვებას, გახლავთ ეს. ეს გახლავთ ჩვენს კაროკაში ზეთის ჩასასხმელი, ხოლო ზეთის გამოშვებას გახლავთ ეს. რაც შეეხება motoblok-ის აპკატკას, ძრავში ზეთს რო ჩავასხავთ, რა თქმა უნდა, რედუქტორშიც და საწვავსაც. საწვავი უმჯობესი იქნება, რომ ახმაროთ რეგულარი ან პრემიუმი, სუპერი არასდროს. 3 საათი უნდა იყოს დაკუთილი motoblok-ი. უბრალოდ საათში ერთხელ ჩავაქროთ, 10 წუთით შევასვენოთ, ასე გავიმეოროთ 3-ჯერ. ამის შემდეგ ჩავაქროთ, motoblok-ს შევასვენებთ, რომ ძრავი გაგრილდეს, გამოვუშვებთ ძრავიდან ზეთს და ჩავასხავთ ახალს 10-40. ძრავში მიდის 700 გრამი. რაც შეეხება რედუქტორს, რედუქტორში ისხმება 80-90 ზეთი და ამ მოდელში მიდის ლიტრა და 600. პირველი შეცვლა აპკატკის შემდეგ ხდება უკვე მუშა პროცესში, შეგიძლიათ ჩვეულებრივ ყველანაირად გამოიყენოთ და ყველა საქმე აკეთებინოთ. 10 საათში, პირველი 10 საათის შემდეგ ძრავში ვცვლით ისევ ზეთს და ამის შემდეგ ყოველი მომდევნო ძრავში ზეთის შეცვლა ხდება 20-25 საათში. ორჯერ რომ შევცვლით ძრავში ზეთს, ერთხელ რედუქტორში შევცვლით. მადლობა ყურადღებისთვის. თქვენ ახლა ნახავთ ვიდეოს, როგორ უნდა დააყენოთ motoblok-ი და გაატაროთ აპკატკა.